ისრაელ-ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება კონფლიქტის ფონზე კი თბილისის და ბათუმის აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები უქმდება. Dow Georgia-ში BMG-ს უთხრეს, რომ 16 ივნისს ბათუმიდან 6, თბილისიდან კი 7 ავიარეისი გაუქმდა. ავიარეისები საქართველოდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით 13 ივნისიდან უქმდება, მას შემდეგ რაც გამთენიისას ისრაელმა ოპერაცია აღმავალი ლომის ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბირთვულ მეცნიერებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით ირანმა ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა და იღუპა 24 ადამიანი და დაშავდა 592. ირანულმა სამთავრობო მედიამ დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის დაზვერვის მეთაური მუჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლენ. ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში ამერიკის შეერთებული შტატები საელჩო დაზიანდა. როიტერის ინფორმაციით ირანი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების გამართვაზე, მანამ სანამ ისრაელი მას თავს ესხმის. თავის მხრივ როიტერსი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდმა USS ნიმიცმა სამხრეთ ჩინეთის ზღვა დატოვა და დასავლეთის მიმართულებით მიემართება. ავიამზიდი 20 ივნისს ვიეტნამის ქალაქ დანანგში უნდა ჩასულიყო, თუმცა დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით ოფიციალური მიღება გაუქმდა. ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით რუსეთს არ გააჩნია საკმარისი სანდოობა, რათა ისრაელსა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ეფი დეფრინის თქმით, თეირანში სრული საჰაერო უპირატესობა დაამყარეს. მისივე თქმით, ისრაელმა ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვებების მესამედი გაანადგურა და ირანის იერიშის დიდი ნაწილისთვის ხელი შეშლას ახერხებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა ირანმა ბირთვული იარაღის გაურცელებლობის შესახებ ხელშეკრულება დატოვოს. ისრაელ-ირანის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვა გაძვირებულია ფრეჯ ინდექსის შეფასება, რომელიც საკონტეინერო მომსახურების ღირებულებას ასახავს, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ფრენების შეზღუდვას და სატრანსპორტო ჯაჭვების არევას უკავშირდება. ფასების ზრდის დინამიკა შეინიშნება არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ინდექსებთან მიმართებითაც. ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე გაზრდილია საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასიც, ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი $74 აღწევს, ხოლო WTI-ის ფასი $73 ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრ ზრდასთან, რომელიც ნავთობით მდიდარი რეგიონია. ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასებიც იზრდება. ამჟამად უნცია მეტალის ფასი $3,412 აღწევს, რაც ერთ კვირაში 3%-ით, ხოლო ერთ წლიან პერიოდში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, რაც შეეხება ვერცხლს. ის 24%-ით არის გაძვირებული და ამჟამად რეკორდულ ნიშნულს აღწევს. 40-ზე მეტი გაუქმებული რეისი და განულებული ტურისტული ჯავშნები. ასეთია პირველადი ეფექტი ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს დაწყებული კონფლიქტის, რომელიც საქართველოს ტურისტულ სექტორზე მყისიერად აისახა. ტურისტული კომპანიები, რომლებიც ისრაელის ბაზარზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ბუნდოვანი ვითარების გამო უკვე ივნისის ჯავშნები სრულად გაუქმდა. დაგეგმილი ტურების ჩანაცვლება კი წარმოუდგენელია. უცით არის გაუქმებული მთელი ივნისის და სამწუხაროდ არც ივლისის მონაცემები არ გამოიყურება კარგად, თუმცა ამ ეტაპზე ივლისი არაა გაუქმებული, მაგრამ სრული ივნისის თუ არის გაუქმებული. ეხლანდელი ზარალი ბევრად უფრო დიდია, მაშინ თან ძალიან მალე აღდგა სიტუაცია მალე გამოსწორდა, შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ანუ ესეთი გაუქმება, რომ წინასწარ ერთი თვის სრული ჯავშნები გაუქმებული იყო, პირველი შემთხვევაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები კვლავ უქმდება. აეროპორტის მმართველ Dow Georgia-ში BMG-სთან განმარტავენ, რომ ბათუმიდან 16 ივნისს ჯამში 6 ფრენა გაუქმდა, 4 თელ-ავივის, ხოლო 2 თეირანის მიმართულებით. კვირის დასაწყისში 7 ფრენაა გაუქმებული თბილისის აეროპორტშიც, 5 თელ-ავივის, თითო დუბაისა და თეირანის მიმართულებით. კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ზარალი 200,000 ლარს აჭარბებს. რასაც ველოდებოდი, ეს არის 5 კარგი დიდი ჯგუფი, დაახლოებით 200 კაცამდე, 200 ადამიანამდე და რომელიც დაახლოებით, მოდი ასე ვთქვათ, $20,000-მდე მოგების რაღაცა ისეთი პროპორციული ის სასტუმროები, რომელიც ამ 200 ადამიანისთვის ჰქონდა დაჯავშნილი. დავალო ჯამში აქ დაახლოებით რაზე ვსაუბრობთ, იცით, დაახლოებით
200 ადამიანი დაახლოებით 120,000-130,000 დოლარის შემოსავალს, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოსულიყო. ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირებიდან ამ დრომდე 40-ზე მეტი რეისი მხოლოდ საქართველოდან არის გაუქმებული. ჯავშნები უქმდება აზიის ქვეყნებიდან მომავალი ტურისტების მხრიდანაც. კომპანია Top Tour-ში გვიხსნიან, რომ თავად ისრაელის ბაზარზე არ მუშაობენ, თუმცა ვითარება სხვა მიმართულებების ფრენებზეც ახდენს გავლენას და რამდენიმე დღის წინ ინდოეთიდან ფრენა გაუქმდა. ნონა ფოლოდაშვილის ინფორმაციით, ივნისის ჯავშნები გაუქმებულია და არის მოლოდინი, რომ ეფექტი ზაფხულის სხვა თვეებზეც აისახება. ავიაკომპანიები, რომლებმაც ჩვენ საჰაერო სივრცეში ვერ შეძლეს გადმოკვეთა, ეს იყო ინდიგო, ინდოეთის ავიახაზები, ეს იყო ყაზახეთი, ეს იყო ერაყიდან მიმოსვლა, რუსეთი, ძალიან ბევრი. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად მუშაობთ ჩვენ აზიის ქვეყნებზე და შესაბამისად, ავიამიმოსვლა არის იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ირანის ან ისრაელის სავარაუდოდ საჰაერო სივრცეები უნდა გადმოკვეთონ და სამწუხაროდ გაუქმდა კონკრეტულად რაღაცა პერიოდით, არამედ არავინ არ იცის როდის აღდგება. არის ისეთი ავიაკომპანიები, რომლებმაც უკვე შეძლეს მაგალითად იგივე ინდიგომ შეძლო უკვე ახადგინა დღეიდან უკვე შესაძლებელია ფრენები. ივნისის ბოლომდე ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ 20 ტური აქედან 5 დიდი ჯგუფი გაუქმდა, იმიტომ რომ არ იციან მათ რა მოხდება, როგორ მოხდება, ეს ძალიან ცუდად აისახება, რა თქმა უნდა, თითოეულ კომპანიაზე და ჩვენს ქვეყანაზე. ისრაელი-ირანის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მოსავალ გამოწვევებზე საუბრობს ლიც რეზორტის მფლობელი და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანის თქმით, ისრაელის მოქალაქეები საქართველოში დასვენებასთან ერთად სამედიცინო ტურიზმითაც ინტერესდებიან, თუმცა მოთხოვნა მათი მხრიდან უფრო მეტად მაინც სხვა სერვისებზია. ებრაელებს ძალიან უყვართ კურნალობა და დასვენება ერთად და ძალიან სოშებია ჩვენი ხალხი ეს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სერვისები არ არის იმ დონის, რომ ეს რაღაცა ძალიან დიდ კონკურენციას უქმნიდეს სხვა ქვეყნებს. ჩვენთან ძირითადად მაინც ებრაელები დადიან კაზინოში სათამაშოდ, რაც ასევე საკმაოდ დიდი შემოსავლის წყარო არის საქართველოს ტურიზმისთვის. ძალიან ბევრი არის გაჭედილი ბათუმშიც, თბილისშიც, იმიტომ რომ თვითმფრინავები არ დაბრუნავს. ახლო მომავალში, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, რამდენად სწრაფად აღდგება სიტუაცია. არ არის გამორიცხული, რომ 2-3 დღეშიც დამთავრდეს ეს კონფლიქტი და დამთავრდეს ძალიან კარგად, რაც ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კვირა და თვეც გაგრძელდეს. ეს ყველაზე ცუდი სიტუაცია. ნეგატიურ ეფექტს ელოდებიან სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებიც, რომელთა მომხმარებლებში დიდი წილი სწორედ ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. სექტორული ასოციაციის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ გასულ წელს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე კაზინოებში 35% მოდიოდა, რაც ბათუმში მდებარე ობიექტებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. შარშან 35%-მდე იყო ისრაელის მოქალაქე, ვინც იღებდა აზარტული თამაშების სერვისს და ეს მარტო აზარტული თამაშების სერვისზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი, როდესაც ადამიანი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და იღებს რაღაცა კონკრეტულ, ესე ვთქვათ, სერვისს, ის იღებს სასტუმრო მომსახურებას, ყიდულობს პროდუქტს, დადის რესტორანში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს საკმაოდ გავლენა იქნება განსაკუთრებით ბათუმის რეგიონისთვის, იმიტომ რომ ბათუმის რეგიონი ასე თუ ისე მაინც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე და ეს მომხმარებელი თუ მოაკლდება, შესაბამისად ბათუმის რეგიონს მთლიანად მოაკლდება რაღაცა კონკრეტული შემოსავალი. პირველ კვარტალში საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა იყო. ამ პერიოდში საქართველო 80,000-ზე მეტ ისრაელის მოქალაქეს უმასპინძლა, რაც თითქმის 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა საქართველოში ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლებიც. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ისრაელიდან შემოსავალმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 74%-იანი ზრდა აჩვენა და 114,2 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენაზე საუბრისას TBC კაპიტალის კვლევების უფროსი ამბობს, რომ ეფექტის შესაფასებლად და გავლენებზე პროგნოზისთვის მწვავე კონფლიქტის ვადები მთავარი გამოსაზღვრელი იქნება. ირინა კვახაძის თქმით, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაიზრდება მიგრანტთა რაოდენობა. მისი თქმით, წარსული გამოცდილებით ყისიერ ეფექტს ტურიზმის ინდუსტრია იგრძნობს, თუმცა მიგრანტებთან დაკავშირებით შედეგების შეჯამება უფრო გრძელ ვადაში უნდა მოხდეს. გვარ ეფექტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს თქვათ მივიღებთ თუ არა მიგრანტებს
როგორც ირანიდან, ისე ისრაელიდან და არა მხოლოდ რეგიონიდან შეიძლება ესე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება, მივიღებს თუ არა მიგრანტებს და რა გავლენა ექნება ტურიზმზე. ალბათ ტურიზმზე უფრო მყისიერი გავლენა შეიძლება დავინახოთ, ხო ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ფრენები შეწყვეტილი არის არო ქვეყნებთან, ხომ? ეს რა თქმა უნდა დღეს ხვალზე და მომდევნო დღეებში მოახდენს გავლენას. თუ გაგრძელდება თქვათ ეს საომარსტია, რა თქმა უნდა ტურიზმზე თქვათ თვალიდან და დღეიდან უკვე შეიძლება გავლენას დავინახოთ. მიგრაციის ნაწილს რაც შეეხება, აქ შეიძლება უფრო გრძელვადიან გავლენაზე ვისაუბროთ, თქვათ შეიძლება გამოსდეს შედეგები 3-4 თვეში. გალტენტაგარტის მონაცემების მიხედვით მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს ტურიზმიდან 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი წლიურად 1.2%-ით გაზრდილი. მაჩვენებელია საინვესტიციო ბანკი წერს, რომ მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 370 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.5 მილიარდი დოლარია. გალტენტაგარტის შეფასებით და პროგნოზით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს 2025 წელს. საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში გადადის. სექტორის შეფასებით ინდუსტრიაში რთული წელია. დასავლეთ საქართველოში მოსული დიდ თოვლობის, შემდეგ კი საგაზაფხულო ყინვების შემდეგ მოსავლის დაახლოებით 20% განადგურდა. ახლა კი საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის გატანის პრობლემები შეიქმნა. საუბარია ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენაზე, რამაც კომპანიების ნაწილს ისრაელის ბაზარზე პროდუქციის გატანის შესაძლებლობა გაუქრო. ავიამიმოსვლის შეფერხების გამო კი პრობლემაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეღწევაც. წელს ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ისრაელის ბაზარზე მუშაობას. გვაქვს 3 კონტრაქტი ისრაელში მიწოდებაზე და სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და არ მგონია რომ მოახლოეს მომავალშიც მოხერხდეს იქ რამის მიწოდება. ასევე იცით თქვენ რომ ჩვენი კომპანიისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროები ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი იყო ყოველთვის. რამოდენიმე დღეა ფრენები შეჩერებულია, ან ყოველ შემთხვევაში მკვეთრად შემცირებულია პირთის გადაზიდვის შესაძლებლობა ავიაკომპანიებით. პრაქტიკულად რაც ომი დაიწყო, შეჩერებული გვაქვს ექსპორტი მაგ ქვეყნებშიც, თუმცა ხვალ ახალი შესაძლებლობა გაჩნდა ბაქოს გავლით, რომ გავაგზავნოთ ტვირთით, მარშრუტი უფრო გრძელი გამოდის და მეტი დრო უნდა ფრენას და შესაბამისად უფრო ძვირი ჯდება ტვირთის გადაზიდვა. საქართველოში წარმოებული მოცვის 90% რუსეთის ფედერაციაში გადის ექსპორტზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშია. აღნიშნული მიმართულებით საქართველოდან გასულ წელს მხოლოდ $600,000 ღირებულების 73 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. მოცვის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი თვლის, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი ექსპორტის წილიდან გამომდინარე სერიოზულ ფინანსურ დარტყმას საქართველოს ვერ მიაყენებს. მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას ჰქონდა გეგმა შემუშავებული, საიდანაც მაგალითად ისრაელშიც უნდა წასულიყო წელს საკმაოდ ისეთი კარგი შტამბეშტავის ატესტო პარტია, რომელიც დიდი ალბათობით 99% აღარ წავა ისრაელის მიმართულებით, ხოლო დუბაიში ჯერჯერობით მშვიდობაა, რაღაც ძალიან ახალია კონფლიქტი, ნახოთ როგორ მოგვარდება რეისების და თვითმფრინავების განრიგი, იმის მიხედვით თუ ლოჯისტიკის პრობლემა შეიქმნა, რა თქმა უნდა, იქაც ვერ მოხერხდება აღნიშნული ტვირთის გადაწყვეტა. ან იმდენად ძვირი დაждდება ტრანსპორტირება, რომ აზრი დაეკარგება სპარსეთის ყურეში გადასვლა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წელს მოცვის მოსავლიანობა დასავლეთ საქართველოში შემცირებულია, თუმცა დარგობრივი ასოციაცია ელის, რომ სექტორის ჯამური მოსავლიანობა ახალი ფართობების ხარჯზე გაიზრდება და წელს დაახლოებით 5,000 ტონას მიაღწევს. ასოციაციის პროგნოზით წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი ევროკავშირში კიდევ უფრო გააქტიურდება. მიზეზი ევროპის ბაზარზე მოცვის და ზოგადად ხილის დეფიციტია. მოლოდინია, რომ წელს საშუალო ფასი მოცვზე ევროპაში იმაზე მაღალი შეიძლება იყოს, ვიდრე ეს რუსეთის ფედერაციაშია. ევროპაში ვაგზავნით უკვე აქტიურად და რამდენიმე კონტეინერი გზაში არის ჩვენი ასოციაციიდან და ევროპის ბაზარზე პრობლემა არ არის და წელს ძალიან კარგი ფასი არის ზოგადად ევროპაში. ტრადიციულად რა თქმა უნდა რუსეთშიც დადის რაღაც რაოდენობა, მაგრამ ჯერ მაინც ახალი დაწყებული არის პრეფა და სავარაუდოდ უფრო გაიზრდება ევროპის წილი. სადღაც $10 არის მოცვის ფასი დღეს.
რაც რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ფასი არის და არავინ არ ელოდება რომ $10 დარჩება თქვა ან $8 საშუალო ფასი, მაგრამ ზოგადად წინა წელთან შედარებით ფასების დინამიკა უკეთესი უნდა იყოს და 20-25%-ით მეტი უნდა იყოს საშუალო ფასი მთელი საქართველოსთან გასული მოცვის ვიდრე თქვათ წინა წლებში. შაშანაც და შაშად წინაც საცდელი პარტიები გაგზავნილი ქონდა ევროკავშირში და წელსაც ვფიქრობთ რომ აუცილებლად რამოდენიმე მანქანას ევროკავშირის ბაზარზეც გავუშვებთ. დიდი ხანია ვიძახით რომ რუსეთის ბაზარი ჩვენ პორტფელში 20%-ზე მეტ არ უნდა იკავებდეს და შესაბამისად ამის ჩამოცვლება მხოლოდ იმით არის შესაძლებელი რომ ევროკავშირში გაიზარდოს ექსპორტი. საქართველოში მოცვის ფართობების ზრდასთან ერთად ბოლო 4 წელიწადში გახუთმაგდა საექსპორტო მაჩვენებლებიც. თუ 2021 წელს 5.6 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 28.2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სექტორი ელის, რომ წელს ლურჯი მოცვის საპროგნოზო მოსავლიანობა დაახლოებით 5,000 ტონის ფარგლებში იქნება. ისრაელ-ირანის კონფლიქტის დასრულების ორი შესაძლო ვარიანტი არსებობს. ამის შესახებ საქმის კურსთან ისრაელში საქართველოს ყოფილმა ელჩმა არჩილ კეკელიამ განაცხადა, მისი თქმით, ერთი სცენარი მესამე ქვეყნების ჩართულობით მოლაპარაკებების გამართვა და ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა, მეორე და უფრო სავარაუდო სცენარი კი ისრაელის მხრიდან სამიზნე ობიექტების განადგურების გაგრძელება და დასახული მიზნების შესრულებით ოპერაციის დასრულების გამოცხადება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისრაელი დარწმუნდება, რომ შეძლო ირანიდან საფრთხის რამდენიმე წლით განმავლობაში განეიტრალება. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისიდან ისრაელმა ოპერაცია აღმავალი ლომის ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბირთვულ მეცნიერებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა, დაიღუპა 24 ადამიანი, დაშავდა 592. ვფიქრობ, რომ აქ გამოსავალი იქნება დიპლომატიური. დიპლომატიურ გამოსავალში გულისხმობ პირველ სცენარს, რაც უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, რომ ისრაელი და ირანი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და ირანი შეერთებული შტატების და შეიძლება სხვა ქვეყნების ჩართულობით და ირანი საბოლოოდ უარს იტყვის თავის ბირთვულ ამბიციებზე, მაგრამ მეორე სცენარი მე უფრო სავარაუდო მგონია, სადაც ისრაელი კიდევ რამდენიმე ობიექტს ან პიროვნებას გაანადგურებს და ისრაელი გამოაცხადებს გამარჯვებას და ამ ეტაპზე ეს ყველაფერი შეჩერდება, მაგრამ ისრაელი დარწმუნებული იქნება, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს კონფლიქტი აღარ დაბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ 2-3 წლის შემდეგ ეს იგივე ექნებათ მათ გასაკეთებელი, ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო მეტ განადგურებას გამოიწვევენ ირანში. საქართველოში საშუალო ხელფასები გაიზარდა პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2170 ლარს შეადგენდა, რაც წლიურად თითქმის 12%-ით, ანუ 227 ლარით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ საშუალო ხელფასის მოცულობა 1736 ლარი იქნება. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში 5515 ლარი, წლიურად ზრდა 22%-ია. ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში ხელფასები 5.2%-ით გაიზარდა და საშუალო ხელფასმა 4163 ლარი შეადგინა. 11%-იანი ზრდა იყო პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში, დარიცხული საშუალო ხელფასი ამ დარგში 2976 ლარამდე გაიზარდა. მშენებლობაში ხელფასები 2908 ლარია, თითქმის 11%-იანი ზრდით. რაც შეეხება ხელფასებს ბიზნეს სექტორში, 2025 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184 ლარით გაიზარდა და 2169 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციების სექტორსა და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროებში. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317 მილიონ 400 დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით, ანუ 33 მილიონ 100 დოლარით მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის თანახმად გზავნილებში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს 59 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები წლიურად 25%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე იტალია 53 მილიონი დოლარით, საიდანაც
საიდანაც გზავნილების მოცულობა 10%-ით გაიზარდა, მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია 44 მილიონი დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 9%-ით არის შემცირებული. 2024 წელს საქართველოში საამაციური მეურნეობების რაოდენობა 387-მდე გაიზარდა, 2023 წელს ამ ტიპის მეურნეობების რაოდენობა 373 იყო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საამაციური მეურნეობების 2024 წლის მონაცემებით მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული, მოქმედი საამაციური მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო ზემო სვანეთში, იმერეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. გასულ წელს საამაციური მეურნეობებში მომსახურება 509 მომხმარებელს გაეწია, რაც 2023 წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია, შემდგომში რეალიზაციის მიზნით 1289 ერთეული შეადგინა. ამასთან 2024 წელს გასულ წელთან შედარებით სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1964 კაცამდე შემცირდა. გასულ წელს გაიზარდა მაცივრებში შენახული პროდუქციის მოცულობა, რამაც 340,9 ტონა შეადგინა, აქედან 41,3% ქათმის ხორცი, 19,8% პირუტყვის ხორცი და ხორცის პროდუქტები, 12,8% ხილი და ბოსტნეული, 12,7% თევზეული, 7,8% რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენი პროდუქტები 5,6% იყო. სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომში რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72,200 ტონა პროდუქცია, რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, სამაცივრეებს შემოსავალი მცირედით 500,000 ლარით 27,100,000 ლარამდე შეუმცირდათ. მცირედითაა შემცირებული მეურნეობების მიერ გაყიდული საქონლის ღირებულებაც, რამაც 554 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი იყო ადგილობრივი წარმოების. ამასთან სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 46,3% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცის პროდუქტები, ქათმის ხორცი და ასევე თევზეული წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3,3%, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი და ხილბოსტნეული წარმოადგენდა. გამომკვლევის შედეგების მიხედვით კამერების საშუალო დღიური დატვირთვა, კამერების ჯამური ტევადობიდან გამომდინარე, იანვარში შეადგენდა 57,2%, ფებრუარში 51%, მარტში 51%, aprilში 49%, მაისში 47%, ივნისში 47%, ივლისში 55%, აგვისტოში კი 58,9%, სექტემბერში 49%, ოქტომბერში 58%, ნოემბერში 47%, ხოლო დეკემბერში 53%. სამაცივრე მეურნეობების 63,6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად 32,8% ნაწილობრივ, ხოლო 3,6% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70%, აქედან 51% სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის, 45,4%, მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისთვის, ხოლო 3,3% როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისთვის. წელს სამთვეში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის დარგში ჩაიდო. თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დარგში ინვესტიციები თითქმის 11%-ით 60,200,000 დოლარამდეა შემცირებული. ენერგეტიკის სექტორის ტოპ 10 ინვესტორის ჩამონათვალში ძირითადად გამონაწილებელი კომპანიები ჭარბობენ. მათ შორისაა ენერგოპრო ჯორჯია ჰოლდინგი, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამურად 310 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რაც როგორც ქსელის, ასევე მათ მფლობელობაში არსებული ჰესების რეაბილიტაციას მოხმარდება. ენერგოპრო ჯორჯია ჰოლდინგში შემავალი ორი კომპანია, ეს არის ენერგოპრო ჯორჯია და ებ ჯორჯია გენერაცია. საერთო ჯამში მთლიანად წელში დაახლოებით 300 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან დაახლოებით 200 მილიონამდე არის ენერგოპრო ჯორჯიას შემთხვევაში ქსელის რეაბილიტაცია, ქსელის რეაბილიტაციის მიმართულებით წავა თანხები და 70 მილიონი წავა ახალი მიერთებების მიმართულებით. ხოლო 40 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ებ ჯორჯია გენერაცია, რომელიც გულისხმობს ჰესების რეაბილიტაციას. თქვენ იცით, რომ ებ ჯორჯია გენერაციას მფლობელობაში აქვს 14 ჰიდროელექტროსადგური და 1 აიტურბინული
ელექტროსადგური. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში კი ამბობენ, რომ სექტორში გამონაწილებელი კომპანიების მხრიდან ინვესტიციები მნიშვნელოვანია. თუმცა, ქვეყნისთვის გამოწვევა, რომ გენერაციის მხარეს კვლავ ახალი ინვესტიციების ნაკლებობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნელი ტემპებით შენდება ახალი ენერგოობიექტები, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ რასაც ვუყურებთ, მასიურად ინვესტიციების განხორციელება მიმდინარეობს ქსელში, ან ქსელური კომპანიები აწარმოებენ ამას, გამონაწილებელი კომპანიები. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ რას ვხედავთ ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში გენერაციის მხარეს, ანუ ელექტროენერგიის წარმოების მხარეს. ჩვენ შარშან არ გქონდა სამწუხაროდ სახარბიელო მონაცემი, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი რაოდენობის დადგმული სიმძლავრე შევიდა ქსელში. წელს ბუნებრივია, იმეც არ ვკარგავთ და გვაქვს სურვილი იმისა, რომ მეტი იყოს, მაგრამ გვჭირდება მეტი ფაქტი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ვიამაყოთ ინვესტიციები. რა აფერხებს ენერგეტიკაში ახალ ინვესტიციებს? ენერგეტიკის დარგის ინვესტორების სექტორში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ბიუროკრატიას ასახელებენ. Green Energy Holding-ში, რომელიც ამ დროისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ ენერგოპროექტებზე მუშაობს, ამბობენ, რომ სექტორის განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, თუ კი მთავრობა ამა თუ იმ პროექტზე გადაწყვეტილებას უფრო სწრაფ რეჟიმში მიიღებს. კომპანიაში ამბობენ, რომ თუ კი ბიუროკრატიული პროცესები სწრაფად მოგვარდება, ისინი მზად არიან. გურიაში 15 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წელსვე დაიწყონ. კომპანიაში ამბობენ, რომ ინვესტორებისთვის ასევე გამოწვევად რჩება მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ენერგოპროექტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ბევრი გამოწვევა არც ერთგვარს ისეთი ხელი შემშლელი, ერთ-ერთი შეიძლება იყოს თქვა გადაწყვეტილების მიღების კუთხით ცოტა დაგვიანებული პროცესი, მეორე უშუალოდ კომუნიკაციის და საზოგადოებაში არსებული მითების პრობლემა, რომელიც ქმნის უშუალოდ ადგილზე პროექტის განვითარების კუთხით შემაფერხებელ გარემოებას, ანუ ჰიდროენერგეტიკის კუთხით გურიაში ერთ-ერთი პროექტი ყველაზე წინწასული პროექტი არის და ვფიქრობთ, ანუ თუ დროული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის ბიუროკრატიული პროცესი, შეიძლება ან მის მშენებლობის დაწყება შეიძლება მოისურვოს ამ მიმდინარე წელს. კიდე გვაქვს, როგორც გითხარით, ამ ქარის ჰიდროელექტროსადგური, ეს არის დაახლოებით 45 მეგავატი, დღეს პროცესში ვართ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ნაწილში და დაახლოებით ვფიქრობთ, რომ მომავალ წლის მეორე ნახევრისათვის ამ პროექტის ჩაშვება შესაძლებელია უშუალოდ სამშენებლო პროცესს გულისხმობ. კიდევ აქვს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელსაც ახლა ავითარებთ, ან ის უფრო ადრეულ ეტაპზე არის და ალბათ 2026 იქნება ესეთი გადამწყვეტი წელი ჩვენი ჰოლდინგისთვის და კომპანიებისთვის, როდესაც დავიწყებთ ფართო მასშტაბით ინვესტირებას ამ კუთხით. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების სექტორში ახალი დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელებისთვის მთავარ წინაპირობად ასევე ასახელებენ შეჩერებული მსხვილი ჰიდროპროექტების განახლებას, როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონხესი. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ბოლო 30 წელია ეს პრობლემა გრძელდება და ეს არ არის გუშინდელი შექმნილი პრობლემა, ეს არის დიდი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა. სამწუხაროდ ვერ ვახორციელებთ ვერც ხუდონს, ვერც ნენსკრას და ვერც ნამოხვანის პროექტებს. ეს სამივე პროექტი, რომელსაც შეუძლია შეიტანოს გარდამტეხი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, სამწუხაროდ ეს სამივე პროექტი გაჩერებულია. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ინვესტიციების პირდაპირ ინვესტიციები გაიზრდება ხოლმე თუ ეს დიდი პროექტები იქნება გასუსხლებული და რამენაირად მოხერხდება მათი განხორციელება. მარეგულირებელი სადგურები, რომელიც შესაძლებლობა არის მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსების კუთხით დიდი წვლილი შეიტანონ ამ სადგურებმა, რომელსაც რეგულირების შესაძლებლობა აქვს. ეს სადგურები ასევე შესაძლებლობას გააჩენს სხვა განახლებადი ენერგიების ცელთან მიერთების კუთხით. ამიტომ გარდა იმისა, რომ რეჟიმული თვალსაზრისით მარეგულირებელი სადგურები ამ ქვეყნის ენერგეტიკულ სიმშვიდეს მოიტანს, ასევე შესაძლებლობას ქმნის, გავიმეორებ, სხვა განახლებადი ენერგიების ქსელზე მიერთების ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის დარგის ინვესტორების ნაწილი ამ დრომდე ითხოვს მესამე CFD აუქციონის ჩატარებას. ჰიდროელექტროსადგურების მშენებელი კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ დადგენილი მედიანური ტარიფი პროექტების განსახორციელებლად საკმარისი არაა. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე თავად მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს.